ვთვლი რომ არასწორი იყო, როცა 90-იანებში ქალებმა აიღეს საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ოჯახი გადაერჩინათ და ისინი წავიდნენ საზღვრებს გარეთ სამუშაოდ და მათ თქვეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ასე ხდებოდა, რომ არა, ჩემს ქმარს 2 დიპლომი აქვს, ის ვერ იტაქსავებს, ის მჩენებლობაზე ვერ იმუშავებს, მე წავალ, მე ვიზავ. და ეს 2 დიპლომიანი ქმარი, რომელიც ვერ შეძლებდა მუშაობას, წამოწვა და ცოლის გამოგზავნილი საყვარელს ჩაურიცხა და მის და ეს ბავშვმა დაინახა, ბავშვს დედა დააკლდა, დედის სითბო დააკლდა და ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა ამან. მე ასე მგონია, იმაზე მეტი ტვირთი ავიღეთ ჩვენ, ვიდრე გვეკადრებოდა ესე ვიტყვი. შეგვეძლო არა, ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრ კაცზე მეტი შეგვიძლია და მე პირადად ვიტყვი, რომ შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუთხრა მე კაცს, რომ არა შენ არ შეგიძლია და მე გავაკეთებ შენს მაგივრად. არავით მაგივრად არაფერი არ უნდა გააკეთო. უნდა დაბალანსდეს, იმანაც გააკეთოს და შენც გააკეთე რა. შენ მე რატომ უნდა დავაკლდე ჩემს შვილს? რატომ უნდა წავიდე ჩემი შვილისგან? იმიტომ რომ ის რაც ნიშნავს ვერ შეძლებს. ჩემთვის ჩემი შვილი რომ მეტყვის ელემენტარულად რომ იცი რა, მე ვერ ვიმეცადინებ, ვერ ვისწავლი ამას. მაგიჟებს, იმიტომ რომ არ არსებობს. შენ თუ მოინდომებ და იწვალებ, აუცილებლად გამოგიო. აი ესე შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ 200-ჯერ რო წაიკითხო, მე დაგამახსოვრდება და ისწავლე და მე შედეგი მას დავუდე ერთხელ და არასდროს არ ვეუბნები ჩემს შვილს, რომ შენ არ შეგიძლია და არ გამოგიო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გამოგვივა.